ყირიმ კონგოს ჰემოგრაფიული ცხელების ეპიდემიასთან დაკავშირებით მაესტროს ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ ხაშურის რაიონში სპეციალისტები ჩავიდნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ვირუსის გავრცელების კერების დამუშავება სოფელ ნარვანიდან დაიწყეს. ხვალიდან კი იგივე პროცესი ტეზერსა და მიმდებარე სოფლებში გაგრძელდება. შეგახსენებთ, ამ დროისთვის ცხელები დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 20-ია, აქედან 3 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. ყირიმ კონგოს ჰემოგრაფიული ცხელება ტკიპის ნაკბენით ვრცელდება და ძირითადად ის ადამიანები ინფიცირდებიან, ვისაც შეხება პირუტყვთან აქვთ. მოსახლეობა ძალიან ფრთხილობს, მაგრამ თუ სახელმწიფომაც არ შეგვიწყო ხელი და დაგვეხმარა, ჩვენა ბევრიც რო იმას ვქნათ, სპექტანსაცვლით რო ვიყვეთ, მაინც ნაკვეთებში ვართ სულაგას. ბევრი თავდაცვაც რო იმას ვქნათ, თუ ვაქცინაცია არ გაკეთდა რამე, ისე ძალიან ძნელია გამკლავება სარიელი ხელით. მოსახლეობას ურჩევთ, რომ რაც შეიძლება ხშირად დაამუშავონ საქონელი პარაზიტების საწინააღმდეგოდ, არა მარტო ამ საშუალებით, არამედ არსებობს სხვა საშუალებები. მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება სოფელ ბრიგში, აქედან გაგრძელდება ყველა იმ სოფელში, სადაც დაფიქსირდა მსგავსი ტიპის ინფექცია. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღმოუჩენს ყველა საჭირო დახმარებასაც დაჭირდებათ.